Delia, Delio, Delio, Delada. Delia, Delio, Delio, Delada. Anis Mesmis Magram Halus, Gogo შეშვი მაგას მოგლი. ვაი თუ დაგაცავთ განათებას. მოგესალმებით ბათუმელების პირდაპირ ეთერში. ჩვენ ახლა ბათუმში ვართ საპროტესტო აქციაზე. რაც უკვე 93-ს აღმოიკრიბებიან მოქალაქეები და გამოხატავენ პროტესტს ძალიან კაფეოდ ჩანს მოქალაქეების შემართება და სიმტკიცე რომ ისინი არაპირებენ ამ ბრძოლის შეწყვეტას და წინააღმდეგობის დასუსტებას მაშინ როცა ამ ქვეყნის ყოფნა არ ყოფნა პირდაპირ საფრთხის წინაშე და მაშინ როცა რუსული დიქტატურის დამყარებას ცდილობს ახლა ივანიშვილის პოლიტიკური რეჟიმი და როცა პოლიტიკური ტყვეები ყავს ქვეყანას მათ შორის მზიამაღლობელი ჟურნალისტი რომელიც პოლიტიკური პატიმარია პოლიტიკური პატიმარის აქტთა კავშირის დაშლის შემდეგ ასევე თემურ ქათამაძე ბათუმელი მედროშე პროევროპული ბათუმის საპროტესტო აქციების მედროშე რომელმაც მოიწერა კიდევ ერთხელ გამოაგზავნა წერილი ციხიდან და საუბრობს არა ადამიანურ მოუპყრობაზე. მოდით გავისაუბროთ ახლა ბათუმის საპროტესტო აქციის მონაწილეებს და მეტი გავიგოთ მათი დღევანდელი გზავნილების შესახებ. მოგესალმებით. მინდა რომ გაგესაუბროთ, როგორია დღეს თქვენი განწყობა დღევანდელ აქციაზე? დღეს ფათაშორის ძალიან კარგია ჩვენი განწყობა, მაგრამ ცოტა სიცივის გამო ცოტა რაოდენობის ხალხი ვართ, მაგრამ ერთვესაც გადავლახავთ და ალბათ იქნება ყველაფერი კარგი და უფალს ვეფერწებით რომ ეს ჩვენი აქ მდგომა და აქ ბრძოლა იყოს შედეგი არ ყოველთვის და რა ვიცი მივახცევთ იქნებ მგონია და რა აი ტრამპის იგი რაცა ჩოჩკმანი და ერთმანეთში იგი რაღაცა ცოტა არ მომწონს მაგრამ იქნებ რაღაცა გვეშველოს და ვნახოთ საბოლოოდ რა იქნება და მიზანს თუ მივახცეთ არჩევნებს თუ ჩავატარებთ და რაღაცა გვეშველება იქნება და ჩვენი ყოველდღიური გამოსვლა მე არაფერი არ მაშინებს მაგალითად არც წვიმა არც თოვლი არც წვიმა ახლა ვარაუდობენ აცხადებენ ვითომ 112-ში 3-ში 4-ში იქნება ყინვები არც მაიყინვები შეგვაშინებს აქტიურად ვართ და ვიქნებით ბოლომდე. დიდთოვლობის დროისაც მაშინ როცა გავიწმინდა ვიყო ქუჩები და მაშინაც დავდიოდი. მაშინაც გამოდიოდი კოგოსპრო წვიმებში ძლიერ ქარშიც და ხა დანოსებულია ძლიერი ყინვები. იყოს მაინც არ გვეშინია ჩავიცვამთ და გამოვალთ რა აზრია. მაინც აპირებთ რომ გამოხვიდეთ ქუჩაში. ჩვენ ვერაფერი ვერ შეგვაჩერებს ქართული ერი უნდა დავიცვათ და საქართველო უნდა იყოს ქართველების არა სხვა ვინმესი. ამიტომ ყველა ქართველები დავდგებით ერთმანეთის მხარეს. თქვენი სახელი შემახსენეთ? ლეილა მორთულაძე. ლეილა მორთულაძე, მადლობა. ვინეს უნდა გავესაუბრო კაკულიას, ის თემურ ქათამაძის ბათუმელი მედროშის თემურ ქათამაძის ახლო მეგობარია. კიდევ ერთი წერილი გამოაგზავნა ხო თემურ ქათამაძემ ციხიდან და ის საუბრობს არადამიან მოუპყრობაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის ადმინისტრაციის მხრიდან. თქვენ თუ ესაუბრეთ მას დღეს ან გუშინ რა ინფორმაცია გაქვთ მისგან, მისი ჯანმრთელობის შესახებ პირველ რიგში, იმიტომ რომ ის უკვე 43 დღეა შიმშილობს. დღეს ვესაუბრეთ, დღეს დამირეკა. ისე ძველებურად ამბობს და მარცხნებს რომ ხნედ არის, მაგრამ მოგეხსენებათ. თქვენ ესაუბრეთ დღეს ტელეფონით. დღეს დამირეკა. მხნედ ყოფნა და კარგად ყოფნა ერთდროულად არ არის. ის რა თქმა უნდა არის მხნედ, მაგრამ ჩემი აზრით ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნა აუცილებელია მისთვის ამ ეტაპზე. იმაზე რომ ფსიქოლოგიური ზეწოლა მასზე ხო ხსნელდებოდა, მე მქონდა ეჭვი, იმიტომ რომ მე მაქვს ფსიქოლოგიური განათლება და ხემურსაც კარგად ვიცნობ და მისი რაღაცა გამონათქვამებიდან გამომდინარე და საქციიდან გამომდინარე მქონდა ეჭვი რომ ფსიქოლოგიური ძალადობენ მასზე და დღეს მან ეს დაადასტურა საიას ადვოკატებს მიაწოდა წერილი და მათ მედიებს დაუგზავნეს და უკვე იცის საზოგადოებამ რა გითხრათ ეს ჩემთვის საშინელება არა თქმა უნდა მაგრამ მოსალოდნელი იყო იმიტომ რომ მაშინაც როდესაც სამტრედიაში იყო ეს ამცირესად დაკავების იზოლატორში ხო როცა დააკავეს ადმინისტრაციული წესით აი იქაური ხელმძღვანელობის მხრიდან იყო რაღაცა ზეწოლა თუმცა მედპერსონალსა და ბადრაგზე კარგს ამბობდა წერეთში. ისინი ადამიანურად ექცეოდნენ. განსხვავებით ხელმძღვანელობისგან.
და ახლა სადაც არის, იცით რა, მე მახსოვს, როდესაც პირველად მივედი, მასთან მე მახსოვს ტენგიზ გოგოტიშვილი სიუჟეტის გადაღება უნდოდა და კამერები როცა დაინახეს, აი მოსაჩვენებლად კარგად ექცეოდნენ, აი მეუბნებოდნენ თუ რამდენად დიდ პატივს ცემდნენ ამ ადამიანს და ასე შემდეგ. მაშინ გამიჩნდა, ეჭვის არის ფსიქოლოგიაში არის აქსიომა, როდესაც ადამიანი ასე ძალიან გამოხატავს თავის კეთილგანწყობას სინამდვილეში საპირისპიროდ იქცევა და მაშინ პირველად გამიჩნდა ესე. ამ დროს ვერ გამოხატა მან თავისი რეალურად რა წლეხის ქვეშაც იყო თემა. მას ჩემთვის არ ვთქვამს, ეთქობა უფრთხილდება ჩემ ფსიქიკას ისედაც იცის რომ ნერვიულობ მასე და პირდაპირ მას ჩემთვის არ ვთქვამს როგორ ექცეოდნენ მას. აი ეს იქაური მუშაკების ფილმი ვამბობ, ჩემ წინაშე, აი ზედმეტად კარგად ექცეოდნენ და ბატონობით და რაღაცა ისე და მაშინ პირველად გამიჩნდა სულაც არ იყო ეს ასე და დღეს უკვე დადასტურდა. დღესა თქვენთან საუბრის დროს დაადასტურა მან რომ ის არის არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი, ხო? რომელსაც ავიწროვებენ და ასე შემდეგ. კონკრეტულად შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის ადმინისტრაცია, ხო, რომლის განთავსების ცენტრშიც არის. ჩემი აზრით, მათი მიზანი არის წყობრიდან მისი გამოყვანა, გაღიზიანება და ანუ უნდათ რომ რაღაცა ისეთი ჩაიდინოს და გააშავოს საზოგადოების წინაშე, იმიტომ რომ ვერაფერი უნახეს, ის ადამიანი არის ნამდვილად სპექტაკლი რეპუტაციის მქონე ადამიანი, ვერაფერსაც ვერ უნახავენ, ძალიანაც რომ მოინდომოდა. ხელოვნურად უქმნიან ისეთ პირობებს, რომ ეს ადამიანი მოიქცეს აგრესიულად, რაღაცა ჩაიდინოს, რომ გააშავონ საზოგადოების წინაშე, თქვან რომ აი თქვენ ვისაც თქვენი გმირი რა ყოფილა, როგორი ყოფილა სინამდვილეში და რა ვიცი ჩვენ ყველანი მოუწოდებთ თემურს რომ არ წამოიღოს პროვოკაციებზე და იყოს მხნედ და მაგრად იყოს მაგრად დადგეს ამ ადამიანებთან რომ ეს ძალიან რთულია ისედაც გისოსებს მიღმა რომ არის ადამიანი ჰოსპიტალში ჩაკეტილი და მასზე კიდე ასე ფსიქოლოგიური ზეწოლა ხორციელდება ეს მისთვის რა თქმა უნდა განსაცდელი უნდა იყოს ეს განაგრძობს შიმშილობას ისევ შიმშილობას განაგრძობს მე მამშვიდებს რა მეუბნება კარგად არის თუმცა დღეს თქვა რომ რა თქმა უნდა ფიზიკურად სუსტად ვარ დღეს პირველად ეს თვითონ მითხრა ну ეს რა თქმა უნდა ბუნებრივია ისიც როგორ არის ზოგადად როგორ დგას კიდე ფეხზე შიმშილობის 53 დღეს 53 დღე დიახ გადაადგილდება მისი ფეხით და არ ეშლება არც აზროვნება და არც ენა რა ვიცი მიკვირსელი არ მეგონა ამ დღეს შეძლებდა რა თქმა უნდა ყოველთვის დარწმუნებული ვიყავი რომ ეს ძალიან ძლიერი ადამიანია მაგრამ აი ყველას გვაკვირვებს უკვე ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ შეძლებს რაღაცა დამტკიცებას თუმცა დღევანდელ რეალობას რო გაუსწოროთ თვალი ნაკლებად შესაძლებელი ის რომ იქ შინაგან საქმეთა სამინისტროში და მიგრაციის იზოლატორში რაღაც ადამიანური გზნობა გააღვიძოს იმ ადამიანებში არ ვიცი მადლობა ეს დინიკა კულია იყო ამ საპროტესტო აქციების ერთ-ერთი აქტიური მონაწილე და თემურ ქათამაძის ბათუმელი მედროშის ახლო მეგობარი გვესაუბრებოდა ეხლა სწორედ თემურის შესახებ მან დღეს ესაუბრა ტელეფონით თემურს ის შიმშილობს 53 დღეა და გამოაგზავნა ციხიდან კიდევ ერთი წერილი რაც ისაუბრობს არა ადამიანურ მოპყრობაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის ადმინისტრაციის მხრიდან ის ამ დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრშია მოთავსებული როგორც ცნობილია მის გაძევებას ითხოვს ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრო რადგან თემურ ქათამაძე იგივე გაფარ ილმაზი არის თურქეთის მოქალაქე ის ბოლო რამდენიმე წელია ცხოვრობს ბათუმში საქართველოში და ითხოვს საქართველოს მოქალაქეობას თუმცა მას საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებაზე უარს ეუბნებიან და პირიქით მას შემდეგ რაც გახდა თემურ ქათამაძე პროევროპული საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილე თემურ ქათამაძე დააკავეს ადმინისტრაციული წესით ის საუბრობს ასევე იმაზე რომ დაკავების დროს მას ცეციძალა და ირაკლი გებუაძემ ბათუმის პოლიციის უფროსმა ჩვენ მოგწერა წერილი ციხიდან თემურ ქათამაძემ სადაც აღწერს რომ დაკავების შემდეგ
შინაგანი საქმეთა სამინისტროს დეპარტამენტის საჭირის დეპარტამენტის შენობაში მას ირაკლი გებოაძემ გაშლილი ხელი დაარტყა და იძალა 10 პოლიციელთან ერთად ის არ არის ერთადერთი მოქალაქე, რომელიც საუბრობს ბათუმის პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობაში მომხდარი არასათანადო მოპყრობის და ძალადობის შესახებ. ასევე ისაუბრა მახას ირემაძემ, რომ მას კელაძე თავი არ ხმოვინა ირაკლი გებოაძემ და აგინებდა. და მისი ამაღლობელი ჟურნალისტი, რომელიც ამბობს დაკვების შემდეგ ირაკლი გებოაძე მას სახეში შეაფურთხა, ასე უცდილობდა მასთან ფიზიკურ ანგარიშწორებას და არაძებდა ტუალეტით ასევე სასმენი წყლის დალევის საშუალებას. ამ შემთხვევაში დაწყებულია გამოძიება, თუმცა გამოძიების დაწყებისთანავე ძალიან ნათელი და მკაფიო იყო სახელმწიფოს დამოკიდებულება ამ საქმეების მიმართ, რადგანაც იმისთვის რომ ჩადადეს სრულყოფილი და მიუკერძოებელი გამოძიება, მასზე არ უნდა ქონდეს გავლენა განსაკუთრებით თანამდებობის პირებს. ამ შემთხვევაში, როცა ადამიანები საუბრობენ, რომ დანაშაული ჩაიდინა ბათუმის პოლიციის უფროსმა, ამ დროს ბათუმის პოლიციის უფროსი ისევ ირაკლი გებოაძეა, მას არც კი შეუჩერეს სამსახურებრივი უფლებამოსილება მინიმუმ გამოძიების ვადით, ანუ ვიდრე გამოძიება არ დაადგენდა იმას, ნამდვილად ჩაიდინა თუ არა დანაშაული ირაკლი გებოაძე. დღეს კი უკვე თემურ ქათამაძე საუბრობს შინაგანი საქმეთა სამინისტროს დროებითი განთავსების ცენტრში მასზე განხორციელებული ძალადობის შესახებ. შინაგანი საქმეთა სამინისტრო ითხოვს მის გაძევებას ქვეყნიდან, მას შემდეგ რაც ის პროევროპული აქციების აქტიური მონაწილე გახდა. თემურ ქათამაძე კი ითხოვს ლტოლვილის სტატუსს ამ ქვეყანაში დარჩენას, რადგან უარი უთხრა მას შსს-ს. ეხლა ამ გაწოდებას ასეჩერებს თემურ ქათამაძე, შეუცნობია როდის გაიმართება სასამართლო პროცესი. ასე უცნობია როდის განიხილავს სასამართლო თემურ ქათამაძის იგივე გაფარ ილმაზის ამ ქვეყნიდან გაძევების საკითხს. მე შემიძლია წაკითხოთ თემურ ქათამაძის გზავნილები ციხიდან, როცა ის საუბრობს არასათანადო მოპყრობაზე. საი აქვეყნებს მის წერილს, რომელიც მის ინტერესებს იცავს. გიგითხავთ ციტატა საქართველოს საზოგადოების თანამებრძოლების და კრიტიკული მედიის ინფორმირებისთვის მასზე განხორციელებული ზეწოლის შესახებ ბათუმელი მედროშის თემურ ქათამაძის მიერ ციხიდან გამოგზავნილი წერილი ასეთია. დღეს უკვე საჭირო გახდა მინდა გაცნობოთ, რომ 16.01-დან, ანუ 16 იანვრიდან ჩემი საქართველოსთან გაძევების მიზნით დაკავების პირველი დღიდან დღემდე მიგრაციის დეპარტამენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელების მიერ ხორციელდება ჩემს მიმართ მიზანმიმართული მუდმივი და მასშტაბური ფსიქოლოგიური ზეწოლა, შევიწროება, შეფერხება, გაჭიანურება და პროვოცირება ყველანაირი ბერკენის გამოყენებით. ეს თავიდან იყო ჩემს მიმართ სასამართლო პროცესებში წარსადგენად ბათუმში, ჩემს კერძო ბინაში და პირად კომპიუტერში განთავსებულ დოკუმენტებზე მიცემულებები წვდომისა და მათი დროზე შეგროვების შეფერხების მიზნით. თუმცა ბოლო დღეებში მათი ზეწოლა გამიზნული არის 44 დღის განმავლობაში უწყვეტად მიმდინარე ჩემი შიმშილობის შეწყვეტისთვის, ჩემი ნებისყოფის და მხნეობის გატეხვისთვის, მათთვის რასამწუხაროა, რომ უშედეგო იქნება მათი ეს მცდელობა, რომ ჩემი სამშობლოსთვის ბრძოლის შეურყოვნების ყოფა, სულისკვეთებას და მხნეობას ვერასდროს ვერავინ გატეხა. სამშობლოს სიყვარული და მისთვის თავდადება ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ზემოთ მდგომი ღირებულება და მწვერვალი არის. იმ ზემოთ მხოლოდ გამჩენილი ღმერთებას. მე ძალიან კარგად და მხნედ ვარ, ისე როგორც არასდროს არ ყოფილვარ. ჩემი სოლიდარობა სამშობლოს, მომავლის და თავისუფლების ყველა თანამებრძოლს და ასევე სინდისის ყველა პატიმარს. მინდა ყველა მიცოდეთ და დარწმუნოთ, რომ ჩვენ ვართ საქართველო, უფალი არს ჩვენთან. მე მჯერა გამარჯვების ჩვენ გადავცურავთ ზღვას და აუცილებლად გავიმარჯვებთ სახელოვნად, უფრო და უფრო დიდი ცეცხლი ოლიგარქიას და მუდმივი ჯოჯოხეთი ივანიშვილს. ჩვენი ბრძოლის ყოველ წამს გაახსოვდეთ საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის შემდეგი სიტყვები. არასოდეს არ დამიგდე. ბრძოლა უნდა გაგრძელდეს ბოლომდე, გამარჯვებამდე. არ დანებდე, ძალა ერთობაშია. ბათუმელი მედროშე, თემურ ქათამაძე, 28 თებერვალი 2025 წელი, შიმშილობის 44 დღე, თბილისი, სამშობლო. მე გიკითხავდი თემურ ქათამაძის წერილს ციხიდან. თემურ ქათამაძე საუბრობს შინაგანი საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტში კონკრეტულ ძალადობაზე და არაადამიანურ მოპყრობაზე. ის განაგრძობს შიმშილობას და ჩვენ როგორც მოვისმინეთ, ეხლა მათ შორის მისი მეგობრისგან ნინა კაკულიასგან ის არ აპირებს ამ შიმშილობის შეწყვეტას. ეს არის 93 დღე, როცა
მოქალაქეები იკრიბებიან ბათუმში და გამოხატავენ პროტესტს, არაფერად ბათუმში, არამედ ყველგან ისმის ეს პროტესტის ხმა და ძლიერდება ეს წინააღმდეგობის მუხტი, როცა მოქალაქეები ძალიან მკაფიოდ ამბობენ თავიანთ საქმეს, რომ ისინი არ დაუშვებენ ამ ქვეყნის გზის ჩაკეტვას ევროპისკენ და ამ ქვეყნის გარუსებას, ამ ქვეყანაში უსულ დიქტატურის ამყარებას, რაც ახლა ძალიან აქტიურად ცდილობს ივანიშვილის პოლიტიკური რეჟიმი. მის მიუხედავად რომ ისევ ძალიან ცივი ამბებია ბათუმში, ისევ ყინავს თოვლია. ამის მიუხედავად მოქალაქეები მაინც გამოხატავენ სიმტკიცეს და შემართებას, ისინი არ აბერებენ ამ ბრძოლის შეწყვეტას და ისევ გამოდიან ბათუმის ქუჩებში, რომ ძალიან მკაფიოდ თქვან თავიანთი სათქმელი. ეს კიდევ ერთი მედროშია ბათუმის საპროტესტო აქციიდან. მოგესალმებით ბატონო ზურაბ ჭავჭანიძე. დღეს გავრცელდა ბატონი თემურის წერილი, თემურ ქათამაძის წერილი, რომელიც ჩიმშილობს 53 დღეა, რომ ის არის არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი ციხეში. თქვენ თუ გაიცანით მის წერილს და როგორი იყო თქვენი ემოცია? ძალიან ყინეული. ძალიან მაგრამ მოსალოდნელიც კი. მე ყოველთვის ვამბობ, ხალხო, არ შეიძლება აგენს უწოდოთ მთავრობა. არ შეიძლება აგენს მოვეპყრათ, ესენი არიან უზურპაციის სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ მოსული ბანდა, რომელმაც მიიტაცა საქართველოს და არავით არის სახელმწიფოებრივი მაგენს არა აქვს. ყველას გთხოვთ რა, ნუ ვექცევით აგენს როგორც სახელმწიფო მოხელეებს და მთავრობას, იმიტომ რომ ესენი ბანდიტებია, სუფთაწყლის ბანდიტები არიან. რა ვთქვა მეტი? 93 დღეა უკვე ვართ ქუჩაში, ხო? თქვენ მიუხედავად ყინვის თუ თოვლის თუ კოკისპირული წვიმის ყოველ დღე აქ გახართ სამი დროშით, ხო? ეს ევროკავშირის დროშა, საქართველოს დროშა და საქართველოს ისტორიული დროშა. თქვენ ხართ დევნილი აფხაზეთიდან. რას ამბობს ქვეყნის 93 დღე, როცა უწყვეტად იმართება და გრძელდება ეს საპროტესტო აქციები? კიდევ და კიდევ იმას ვამბობთ, რომ სხვანაირად ჩვენ თუ გადაგვარჩენს ჩვენი სამშობლოს სიყვარული. კიდევ ამბობ, რომ ყოველი ძალადობა იწვევს ეს ბუნების და ფიზიკის კანონია. იგივე ძალადობას აქ ამ ბანდიტების მხრიდან რაცა მაგათ უფრო მეტი ძალადობა იქნება. ყველანაირად ჩვენ თუ გავიმარჯვებთ მხოლოდ სამშობლოს სიყვარულით და ერთად თანადგომით და სიკეთით და სიყვარულით. აი ახლა თქვენს ეთერში მინდა ყოველი ამ ადამიანს ახლა რომლებიც აქ განან. ყველას მინდა მადლობა მოუხადო. იმიტომ რომ მე აქ გავართ აი მარტოც რომ გამოვიდეთ, ხო? ყველა ვართ მებრძოლი საქართველოს ევროპული მომავლისთვის. ყველანი აბსოლუტურად მარტონიც რო დავრჩეთ, იქნებით ბოლომდე აქამდე და სანამ არ მივიყვანთ ჩვენი აი ახალგაზრდა თაობას, სანამ არ შევიყვანთ ევროპაში, მანამდე ვიქნებით აქამდე. როგორ ხედავთ ახლა ამის პირობას, რომ ეს მოთხოვნა შეიძლება შესრულდეს? რა თქმა უნდა, არ არსებობს დრონი მეფობენ, არა მეფენიო, ეს სიბნია, ხო? თუმცა არ იხევს უკან ივანიშვილს, რასაც უყურებთ, ის არც ეს მოთხოვნას არ ასრულებს, პირიქით ამკაცრებს კანონებს, რეპრესიულ კანონებს იღებს, ჟურნალისტის გამოამწყვდე კისოსებს მიღმა. კიდევ უფრო გაამწარებს და კიდევ უფრო უარესი იმგანს ჩაიდენს. მე რატო ვიძახი 27 წელია ფაქტიურად ბრძოლაში ვარ. ყველა მთავრობებმა სისხლში გაისვარა ხელი. ყველა მთავრობებმა მოკლენ და ესროლენ, იარაღით ესროლენ მართლა პატრიოტ და გულანქებული საქართველოს მოყვარული ადამიანებს და კიდო ღმერთს უმადლობთ, რომ ჯერჯერობით თუნდაც უბრალოდ ჩვეულებრივ ცხოვრებაში ამ უყურადღებულს გულებზე ხალხი იღუპება, ხო ასეა რა. ამხელა უნიათობა, იმიტომ რომ ბანდიტები არიან ესენი. და თამაშობენ უბრალოდ დაიწყენ თამაში სახელმწიფოებრიობანასი რა, ვითომ მთავრობანას თამაშობენ. მიტაცებული ძალაუფლებით ხელში ცდილობენ დაარჩენ ხელისუფლებაში, ხო? რა ფაქტორებზეა ახლა დამოკიდებული წარმატება, რომ ეს ბრძოლა, ეს პროცესი დასრულდეს ხალხის და დემოკრატიის სასარგებლოდ ამ ქვეყანაში?
სიბრძნე რა არის? აი თითო კოვზითო ზღვადაშრაო ასეთია სიბრძნეც და ჩვენი აქ დგომით თითოეული ადამიანის დგომით აქ და პროტესტის გამოხატვით არ დაუშვებს ევროპა არანაირად არ გამოვა რომ საქართველო მიითვისოს ავტორიტარიზმისკენ გადაიხაროს და ძალიან უკვე დაინახა ევროპული სახელმწიფოები ქვეყნებმა რომ საქართველო არის ერთ-ერთი ახლა უფრო წვავე საკითხია უკრაინასთან უკრაინაში ომის შეწყვეტა და მე აუცილებლად მოგხედავენ ჩვენც იმიტომ რომ გამორიცხულია რომ საქართველო რომ მიიტაცოს რუსეთმა ჩათვალეთ რომ უკრაინა და მთელი ევროპა აი მართლა იმ დიდი ვერაგი ქვეყნების ბრძოლის ქვეშ აღმოჩნდება რა უკაცრავად მიჭირს ახლა ლაპარაკი მადლობა თქვენ რომ გამოხატეთ არის ახლა ზურაბ ჭავჭავაძე იყო მოქალაქე დევნილი აფხაზეთიდან რომელიც კიდევ ერთი მედროშია ბათუმის საპროტესტო აქციის ერთ-ერთი სიმბოლო საპროტესტო აქციის რომელიც ყოველ აქციაზე წვიმაში თუ დარში გოგისპირულ წვიმაში თუ თოვეში დგას ამ აქციებზე ეს დროშით სამი დროშით ერთდროულად არის ყოველ აქციაზე ალბათ ზურაბ მე 97 წლიდან ბრძოლობ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის და 97 წლიდან ამაკ დაწყებული ეს ბრძოლა და სამწუხაროდ მიწევს ყველა მთავრობებთან ბრძოლა, იმიტომ რომ არანაირად ერთმა ბრძნული აზრი მომაწოდა. ნორმალური ადამიანი მთავრობი უნდა იყოს ოპოზიციაშიო, რომ რაც არ უნდა კარგი მთავრობა ყავდეს, მაინც მეტი მოთხოვნა და მაინც მეტი უკეთესობა გქონდეს ჩვეულებრივი რიგითი ადამიანს. ხო. მადლობა. ეს ზურაბ ჭავჭავაძე იყო თქვენ მის შეფასებებს ისმენდით ბათუმის საპროტესტო აქციიდან. ეს არის 93-ე საღამო, როცა იმართება საპროტესტო აქციები ბათუმში და ძალიან მკაფიოდ ჩანს მოქალაქეების შემართება, რომ ისინი არაპირებენ შეჩერებას და ამ ბრძოლის დასრულებას, ვიდრე არ შესრულება მათი მოთხოვნებიდან, რომ პირველი მოთხოვნა ამ შემთხვევაში არის უკვე რეჟიმის ტყვეების გათავისუფლება, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება. ასევე არის მოთხოვნა ხელახალი არჩევნების ჩატარება ამ ქვეყანაში, თუმცა მას შემდეგ რაც პატიმრების რაოდენობა გაიზარდა და გამოჩნდა რეპრესიული მიდგომა ივანიშვილის პოლიტიკურ რეჟიმის, ამიტომაც ამ საპროტესტო აქციების ნომერ პირველი გზავნილი და მოთხოვნა ახლა თავისთავად არის რეჟიმის ტყვეების გათავისუფლება. მოგესალმებით, ბოდიშერ გაწყვეტინებთ საუბარს რუსად, თქვენ მინდა რომ გაგესაუბროთ. თქვენ იყავით გურიაში, როგორც ვიცი, როგორც მოხალისე და ეხმარებოდით მოქალაქეებს, იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ მთელი ამ დღეების განმავლობაში განსაკუთრებით თითოეულობის დროს, ანუ არაეფექტურია ქართული ოცნების მთავრობის მუშაობა სტიქის წინააღმდეგ, ხო? რა დახვდათ თქვენ გურიაში და რა შეძელით მოქალაქეებმა, მოხალისეებმა? სიმართლე გითხრათ, ეხა ამ კონკრეტული ინტერვიუსის რამდენად მზად ვარ, არ ვიცი, გამომდინარე იქიდან, რომ და ჩამოვედი ალბათ 2 საათის წინ და ემოციურად არ მაქვს გავლილი ის ეტაპი, რაც ბოლო, არ ვიცი, 4 თუ 5 დღე გავიდა, რომელიც მეჩვენება, რომ იყო უსასრულო, იმიტომ რომ ფაქტობრივად 24 საათის განმავლობაში ვიყავით გარეთ. არ ვიცი, ბოლო ალბათ 6 დღეში რაღაცა 7 საათი გვეძინა და რა დაგხვდა. ეხლა უნდა დავფიქრდე. დაგხვდა ყველაზე დიდი თოვლი კი არა დაგხვდა, სიდუხჭირე დაგხვდა და მე ვერ ვიტყვი რომ იქ იყო სტიქია. მართლა გუცბელად, იმიტომ რომ ჩემი ცხოვრების 90% ვატარებ მთაში და თოვლში. და ანუ ის თოვლი არ ყოფილა, რომელსაც შეუძლია რომ ადამიანების სიცოცხლე მოსპოს და რაღაც ჩახერგოს და მოწყვიტოს ცივილიზაციას. ეს იყო ყველაფერი სიდუხჭირე, არა გამართული. არა გამართული კომუნიკაცია და შესაბამისად ამ ყველაფერმა გამოიწვია ის, რაც გამოიწვია ადამიანები დატოვა, წამლების გარეშე მოწყვიტა საერთოდ ყველაფერს და საუბარია ასაკიან ადამიანებზე, ბავშვებზე იყო ერთ ოჯახში მართალია ისინი საკმაოდ ისე შეგვხვდნენ მხნედ და რაღაცა ძალიან ისეთი ის იყო
ტყუპი 1 წლის ტყუპი ბავშვები ყავდათ და 3 წლის ერთი ანუ 3 ბავშვი. იმ მომენტში ძალიან ხნედი ხმენ, მაგრამ რამე რომ მომხდარიყო და ჯანმრთელობის პრობლემა შეგვიყვება. გამორიცხული იყო, რომ იქ სასწრაფოს აიღწია. გულიანია ესეთი სოფელი. რაღაცნაირი სახელია, ხო, თითქოს. და მოკლედ ძალიან გამიგრძელდება არასწორი რესპონდენტი აღმოჩნდები ახლა, იმიტომ რომ სოფელი ძალიან საინტერესოა ამ კონკრეტულ თემაზე, იმიტომ რომ გარდა რაც ჩანდა რომ მართლაც არ იყო ეფექტური მინიმუმ ის რასაც ჩვენ ვუყურებდით ოცნების თავრობის სიმღერა. მხოლოდ მაშინ, როცა დაიწყო სამოქალაქო აქტივიზმი. და ეს იყო ამ ამბებიდან და ჩახტეტიდან მეხუთე დღეს. არ თქო რომ ჩახტეტით შემდეგ დაიწყეს გზების გაწმენდა. 5 დღის განმავლობაში ადამიანებს არ ქონდათ ეხაც არ აქვთ ელექტროენერგია, მაგრამ მე ვამბობ 5 დღე არ ქონდათ ელექტროენერგია და ერთ-ერთი სოფელი, სადაც ღამის 4 საათზე ავედით ფეხით თოლში, მხოლოდ ერთ-ერთი მიზეზი იყო ის, რომ ოჯახის შვილი გერმანიიდან მშობლების მოკლედ ყავდა ამ სოფელში გულიანში ესე რაღაც ჩაკონკრეტები და გაგიჟებული იყო ეს შვილი ჩემი მეგობრის ახლობელი აღმოჩნდა და 5 დღე ამ მშობლებს ვერ ვეხმიანებიო და იქნებ ახვიდეთო და აი მთელი გზა ვატარებდით იმაზე ფიქრში რომ რა დაგვხდება კარს რო შევაყრებ ჯერ სახლიც არ უწოდით ზუსტად სად არის მისამართები კომუნიკაცია ამასთან არ ქონდათ ხო არა იმიტომ რომ დენი აღარ იყო ყველა ტელეფონი დამჯდარი იყო შესაბამისად საერთოდ ვერავის ვერ ეკონტაქტი სახლიდან მეზობელთან ვერ გადადიოდნენ იმიტომ რომ იმ მომენტში პირველი დღეები ნამდვილად იყო ისეთი თოვლი რომ ნუ გაწმინდა რაღაც მომენტში ხო რაღაც ფილიქს გაიყვან მაგრამ ახლა იმამდე ჩუხატაურამდე და ლანჩხუთამდე ვერ გაიყვანს მოქალაქე ფილიქს ხო და არასდროს გამავიწყდება ალბათ ამ ადამიანი ამოძახილი ღამე 4 საათზე რომ ვაღვიძებთ და გვერიდება რომ ვაღვიძებთ ხო მაგრამ ეს იყო გაბრწყინებული თვალები და იმედი მე ვერ ვიტყვი რომ იმ ადამიანებს იმ მომენტში ციოდათ თქო ვერ ვიტყვი შეშახა ქონდათ და თბილად იყვნენ მაგრამ ეს იყო ის ყველაზე ადამიანური მომენტი რაც სამწუხაროდ გვაკლია და ამათ ქონდათ განცდა რომ ადამიანი რა ეს იყო მათი წამოძახილი ადამიანი ეს იყო პირველი წამოძახილი რომ ადამიანი ერთი ქალბატონი მარტო ცხოვრობდა და წარმოიდგინეთ სულ მარტო ცხოვრობდა ერთი ქალბატონი და აი მართლა ეს იყო პირველი ამოძახილი და ანუ მათ ქონდათ განცდა რომ ისინი იყვნენ დავიწყებულები, მიტოვებულები, არ ვიცი კიდე რა ემოციებს გადიოდნენ იმ 5 დღის მანძილზე, სანამ ადამიანები დაინახეს. საკვები ქონდათ? საკვები პური ფაქტობრივად აღარ ქონდათ, პირველი პურს ითხოვდნენ ხოლმე. წყალი რა თქმა უნდა თოვლი შეეძლოთ გადნობა, მაგრამ ეხლა ისე წყალის წვდომა არ ქონდათ. და შუქი რა თქმა უნდა არ ქონდათ. შუქი არ ქონდათ და კიდე 20 დღე არ იქნებაო, ესე ამბობენ, ჯერაც არ არის და ძალიან დიდი დაზიანებაა. მე არ ვიცი რამდენად ეფექტურას მუშაობენ და ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, მაგრამ ფაქტია რომ დღეს არ არის და კიდე 20 დღე პლუს მინუს შეიძლება არ იყოს. power bank-ებს ვურიგებდით და მაგით ცოტა გამოდიოდნენ, რაღაც რომ უცებ განეხორციელებიათ ზარი და ეთქვათ რომ ცოცხალი ვარ ოჯახის წევრებზე. ყვებით რაც შეგვეძლო რომ ეხლა ზურგშანთით ვიწევდა ზოგჯერ ლატანა, იმიტომ რომ თქვენ მიდოდით ფეხით ამ ადამიანებთან. ხო, ანუ ჩვენ მიდიოდით ამ ადამიანებთან რაღაც დანიშნულების ადგილამდე მანქანით, და მე უკვე ვიწევდა ფეხით ასვლა. შესაბამისად ზურგშანთით რაც შეგეძლო რომ ეხლა წაგეყო საკვები და პირველადი მოთხოვნები, ანუ აი ესე, ეხლა ჩემი რესურსი 20 კილომდეა და მეც ვერ ვქაჩავ. მაგრამ გარდა ამისა, მედიკამენტები იყო ყველაზე დიდი ესა დეფიციტი. ხო. მე ესეთი ციკლი გავაკეთეთ, რომ ავდიოდით, ვინიშნავდით, ვის რა უნდოდა და მეორე დღეს ხორციელდებოდა იგივე გასვლა, რომ ეს მოთხოვნები დაგვეკმაყოფილებინა. შეუძლებელია ხა ყველას მოთხოვნა დაგვეკმაყოფილებინა, მაგრამ ძალიან ვეცადეთ. რაც ეხება სამოქალაქო აქტივიზმს, იყო მე ვიტყვი ლანჩხუთის საოცარ გოგონებზე, რომლებსაც ჰქონდათ ეს ჩამოყალიბებული ცენტრი, საიდანაც ახდენდნენ კომუნიკაციას, ვის რა საჭიროება ჰქონდათ, მე ამის მობილიზება გაგზავნა და ანუ აი მართლა წარმოუდგენენ რესურს, ადამიანურ რესურს დებდნენ და ეს იყო სრულიად უანგარო, თითოეული ადამიანი ყოფნი აი ეს გამზადებული, რომ ოღონდ რამე გეტყვა, რას დაგვავალებ და ოღონდ რაღაცა
ვიღაცისთვის სასარგებლო ყოფილიყვნენ. თუ ხდებოდნენ ამ დროს მთავრობის წარმომადგენლები, თქვა მერის წარმომადგენლები, ან თავად მერი, საკრებულოს წევრები, აპარატის წარმომადგენლები, წმუნებულები, ესენი რას აკეთებდნენ? ეგ ადამიანები მე არ ვიცი, მე არ მინახავს, იმიტომ რომ მე ვიყავი სოფელში, სულ ვიყავი ცივილიზაციას მოწყვეტილი, სადაც ისინი არიან და საბედნიეროდ მე მათი ხილვის საშუალება არ მქონია. მაგრამ ერთ-ერთ დღეს შევნიშნეთ, რომ იყო საცობი. ეს იყო ოზურგეთის ტერიტორიაზე. უზარმაზარი საცობი, ძალიან შთამბეჭდავი სხვადასხვა. ანუ ეგ საათ სოფელში თუ საათ? არა, ოზურგეთში. თავად ქალაქში, ხო? სხვადასხვა დაბნელებული მანქანებით, პატრული, მობილიზებული და აღმოჩნდა ცოტა მე ანუ არ მქონდა საშუალება რომ ინფორმაციაზე მიმევიდევნე, მაგის დრო არ იყო რა, რაღაცა მესკროლა არ მენახა. რა ხდებოდა გარეთ არ ვიცი და მე მოვკარიყური რომ კობახიძეო ყოფილაო და არ ვიცი რა მისიას ემსახურებოდა სიმართლე გითხრათ. საბარაუდოდ მე შეკვეთილში დარჩებოდნენ სასტუმროში ეჭვი მაგ ესეთი და დიდად მეეჭვება გაიგოთ რეალურად რის წინაშე იდგნენ ეს ხალხი. ასევე ნახეთ სკუტერით, არ ვიცი ნახეთ თუ არა თქვენ ეს კადრი, გელმთვლიშვილი მაგადაიღო, როცა გადაგლებოდა არჩილ თალაკვალზე. უი, მართლა არ მინახავს, არა, აი ან რეალურად არ ვიცი რა ხდებოდა თქო მართლა. რა საინტერესოა სკუტერი. და ოცნების პრემიერის გამოჩენის შემდეგ რა შეიცვალა? თუ დაიწყო ინტენსიურად თქვა გზების გაწმენდა, ან გააქტიურდა თუ რომელიმე უწყება, სახელმწიფო უწყება, რომელიც უნდა იზრუნოს წესით ქალაქებზე. როდის იყო 25 რიცხვი. რა დამავიწყეთ 25-ში თბილისში მინდოდა რედაქციაზე ყოფნა და ჩავედი სპეციალურად მაგისტრის და ვეღარ დავრჩი, იმიტომ რომ გულმა გურისკენ გამომიწია და 25 რიცხვში რაღაც მონაკვეთებში ნელ-ნელა დაიწყო. ოღონდ 25-ში უკვე მეხუთე დღე იყო. თოვლიანოვის და უშუქოვის და უკაცრავად. ხო. შესაბამისად, მაშინ დაიწყეს რაღაც მონაკვეთებში გაწმენდა. ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი მინდა აღვნიშნო და უდიდესი მადლობა გადაუხადო. მაგ დღეს რო გავიგე ეს ამბები, შევექმნიანებ ახმაროში არსებულ კომპანიას Pioneers of Georgia ესე ქვია. ამ კონკრეტულ კომპანიას ყავთ კესპორელები, თოვლზე მავალები და ავუხსნე სიტუაცია. არ ქონდა ინფორმაცია ამ ბატონს, იმიტომ რომ თვითონ არის შვეიცარია, გერმანია სადღაც მაგედან და ინფორმაციის წვნა ისედაც ხო არ არის და ინგლისურად მით უმეტეს და ავუხსნე სიტუაცია და ვთხოვე თუ შეიძლება და დახმარებას როგორც მინიმუმ ჩუხატაურის მიმდებარედ ჩასულიყო, მზა გაეწმინა. ყისიერად დაგვთანხმდა. არავინ შეგვხმიანებია მუნიციპალიტეტიდანაცო. როცა ზუსტად ვიცი მუნიციპალიტეტი რო შეხმიანებოდა, ჩემი შეხმიანება რა თქმა უნდა. ამ ეს რესურსი არსებობდა და არც კი გამოიყენეს. და რესურსი, საერთოდ ვინმან არავინ რო შეხმიანებოდნენ ძალიან თავისუფლად ეს ადამიანი ჩემ თხოვნას თუ დათანხმდა სახელმწიფოს რომელთანაც ეს ძალიან საინტერესო ამბავია. ანუ გაჩვენებს რას მინიმუმ გულგრილობას, ხო? აი საერთოდ კორუფცია ეს ასე არ ვიცი მე ეს რა არის საქმიანობის შეუსრულებლობა. ფეხების დაკიდება მე თუ მკითხავს და ეს არის ის რომ ადამიანების მეტი არავის ადარდებს, იმიტომ რომ თვითონ მაინც თავისუფლად გადაადგილდებიან, ან მხოლოდ იქ გადაადგილდებიან, სადაც შესაძლებელია და იმის იქით აღარ აინტერესებთ. და ნუ მადლობა მინდა უთხრა ამ ადამიანებს, რომ ესე სპეციალურად ჩუხატაურში რაც შეძლეს, სადამდე შეძლეს, რომ გაიწმინდათ, გაწმინდეს და მე რო უკვე ხო, რა თქმა უნდა, სრულიად უანგაროთ ასევე. კიდევ არ ვიცი, მართლა უსასრულოდ შემილია, რომ ეხლა მართლა ძალიან ბევრი შეძელი ჩანდა გარდა რომ მოხალისეების აი ეს ქსელი ამუშავდა ძალიან ეფექტურად ამ შემთხვევაში. ძალიან საინტერესო ის არის, რომ ეხა იმერეთში, არ ვიცი, თქვენ გექნებათ თუ გექნებათ ინფორმაცია, იმერეთის არანაკლები გამოწვევების წინაშე დგას. და ვფიქრობ, რომ ეხა იმერეთის დროა და რომ იმერლების მხარდაჭერის დროა. გურიაში ეხა არის ეტაპი, რომ რა თქმა უნდა, ისევ დარჩა პრობლემური არეალები, მაგრამ ისევ და ისევ ვიმეორებ, ეს არის სიძულწინე და არა ის, რომ სტიქია, იმიტომ რომ სახურავი რომ ინგრევა, იმიტომ რომ ძველია თორე თოვლი რომ უნდა ედოს, რომ გათოვდება ზამთარში, თებერვალში. არ ვიცი, ანუ ამას ვერ აღვიქვა მე რაღაც პარადოქსად. ეს ნორმაა, მაგრამ ის რომ პენსიონერს ეუბნები რომ 2 თვის წამალი ან რა ვიცი, 1 კვირის წამალი მოიზოგე, იმიტომ რომ თოვლია, ვერ მოიზოგავს, იმიტომ რომ არ უწუდება მისი ხელფასი აქამდე და შესაბამისად ის წამალი გამოელება და ვერ ექნება. არის ძალიან ლოგიკური და
ხო რა, მე მივხვდი რომ ძალიან იყო ამ ყველაფერზე გამკლავება და ამ ადამიანების ნახვა. მადლობა თქვენ რომ ასეთი რთული გზის და ამბების შემდეგ მოხერხეთ და გაგვიზიარებთ ეს თქვენი მადლობა ისტორია. თქვენი მხარდაჭერისთვის და მადლობა. გასაფებისთვის. მადლობა და დროებიდეს რუსა ვარშავონიძე იყო აქტივისტი, რომელიც ამ დღეებში ბოლო რამდენიმე დღე იყო გურიაში და მოხალისეობრივად ეხმარებოდა იქ თოვლში მიტოვებულ მოსახლეობას, როცა ჩვენ ძალიან ცხადად და აშკარად ნახეთ, რომ არაეფექტურად მუშაობდა ქართული ოცნების არალეგიტიმური ხელისუფლება იმისთვის, რომ მათ შეესრულებინა კანონით სავალდებულო მოქმედებები და ღონისძიებები, მათ შორის შეეხება მედიკამენტების მიწოდება, საკუთრივ უზრუნველყოფა, თუ გზების გაწმენდა და ასევე რუსია ახლა საუბრობდა იმაზე, რომ პირველ რიგში გურიაში ჩანდა, რომ ეს ადამიანები არიან სიდუხჭირეში და პრობლემა არის ეს სიდუხჭირე და არა თავად ის რომ თოვლია და ეს შეიძლება იყოს სტიქია. დავით ჭიჭარაძეს ხედავ მე ახლა აქვე, რომელიც არის ერთ-ერთი კოორდინატორი ბათუმში შექმნილი შტაბის, რომელიც ამ შტაბში და მოხალისეები ეხმარებოდნენ აჭარაში და გურის რეგიონში მცხოვრებ მოქალაქეებს. მოდით გავისაუბროთ დავითს, უფრო მეტი გავიგოთ ამ შტაბის საქმიანობის შესახებ. მოგესალმებით დავით, ბათუმელების პირდაპირ ეთერში. როგორია დღევანდელი მოცემულობა იმ ადამიანებზე, იმ ოჯახებზე, რომელსაც თოვლმა შეუქმნა პრობლემები, სწორედ იმის გამო, რომ გაუმართავია ინფრასტრუქტურა და მათ ეფექტურად ვერ ეხმარება ხელისუფლება, როგორც მას აკისრია წესით და რიგით კანონით, ხო? რა რეალობა გვაქვს დღეს რეგიონში? გამარჯობა ჯაბა, მესალმებით თქვენს მაყურებელს. დღეს ჩვენი შტაბიდან ჩვენ ძირითადად ეხმარებით გურიის რეგიონს და ასევე ვცდილობ რომ აჭარაშიც გქონდეს გარკვეული მცდელობები რომ დავეხმაროთ აქ მოსახლეობას. პრობლემები რაც არის ის რომ დიდთოვლობის გამო მაღალი ესეთი მანქანები არის საჭირო, რომელსაც შეუძლიათ ეს დისტანცია გაფარონ თოვლში, რაც ბათუმში იყო რამდენიმე მანქანა და მოხალისეები ბათუმიდან წავიდნენ გურიაში დასახმარებლად და მათ ჰქონდათ საშუალება რომ ბევრ სოფელში შესულიყვნენ ამ მანქანები. თუმცა რესურსი არის შეზღუდული. ჩვენ რა პრობლემასაც ვაწყდებით არის ის რომ აჭარაში, მაგალითად ქობულეთის გარკვეულ სოფლებში ქობულეთთან არის დიდთოვლობა და შეიძლება იქ ცენტრალური გზები გაწმენდილი იყოს, მაგრამ მაგალითად არის ხალხი, ვინც არის მარტოხელა, სჭირდება დახმარება, ამ ხალხთან მისვლა ხშირად რთულია და ჩვენ ახლა აქტიურად ვეძებთ მძღოლებს, რომლებსაც აქვთ, შეიძლება არა ისეთი მანქანები, რითაც გურიაში წასვლა იქნებოდა შესაძლებელი, მაგრამ ისეთი მანქანები, რითაც შეძლებდნენ აჭარის მოსახლეობის დახმარებასაც. უნდა აღვნიშნო, რომ აჭარაში შედარებით ნაკლები შემთხვევაა ასეთი პრობლემის, ვიდრე გურიაში, რა თქმა უნდა, მაგრამ ფაქტია, რომ ეს პრობლემა მთელ შავიზღვისპირეთის რეგიონს საქართველოს მასშტაბით აქვს. აი მას შემდეგ რაც დაანონსა უცნობის მთავრობამ, რომ აი ჩვენ შევქმნით რაღაც შტაბი, ასევე ჩანდა რომ ჩამოვიდა ვთქვათ კობახიძე მისტუმრობდა იგივე ქობულეთს, ასევე გურის რეგიონს. რა შეიცვალა ამის შემდეგ მიდგომებში თქვენ დაგურვებით? რამდენად გააქტიურდა რეალურად სახელმწიფო უწყებები, ან იგივე მუნიციპალიტეტები მოსახლეობასთან მიმართებაში? ზოგადად წნეხი წარმოვიდა ხელისუფლების მიმართ, დაიწყო რაღაცა განხილვები, მართალია თავიდან წარმოვიდა უფრო პროპაგანდა და ესეთი მესიჯები, რომ თურმე მოხალისეები უშლიან ხალხს ხელისუფლებას იმისთვის, რომ ჰქონდეთ ჯეროვანი რეაქცია, თუმცა როდესაც ჟურნალისტები მიდიან ამ ხალხთან, როგორც აჭარაში, ასევე გურიაში, პასუხი ამ მოსახლეობის არის შემდეგი, რომ რეალურად ხელისუფლება მათთან არ მისულა. ყველანი ელოდებიან დახმარებას და ხშირ შემთხვევაში, როდესაც დახმარება მოდის, ეს არის დახმარება მოხალისეების მხრიდან. მე შტაბში, როდესაც იყო შედარებით წყარი პერიოდები, მქონდა დრო, ჩემი საყვარელი ჰობი გახდა იმედის ყურება, იმისთვის რომ მივხვდი რა პროპაგანდაზეა საუბარი და რაც მესიჯები რაც წამოვიდა იყო ის რომ ძირითადად უკრაინის ომს იხსენებენ და ამბობენ რომ კი აი ცუდია სტიქია, მაგრამ ნახეთ ქართულმა ოცნებამ გადაგარჩინათ ომს და მეორე რაც მესიჯი არის ის რომ ხო ნუ რეალურად მოსახლეობა ხელს უშლის ხელისუფლებას და ხელისუფლება რაღაც საკეთებს, თუმცა ამისი არანაირი ფაქტობრივი გარემოება რომ აი ხელისუფლებამ გააკეთა. მე ესეთი ხელშესაჭედი მთელი დღეების განმავლობაში არ შემოგვიდგა. ხო, და რა ჩანს გარედან თქვენი დაკვირვება როგორია? რა შეიძლება იწოდოს ამას, როგორც ახლა იქცევა
ქართული ოცნების არალეგიტიმური მთავრობა. ეს არის კლასიკური გაგებით არალეგიტიმური მთავრობის ქცევა, იმიტომ რომ მთავრობის და ზოგადად სუვერენიტეტის განმარტება არის ხო, რომ შენ ახორციელებ ეფექტურ კონტროლს იმ გარკვეული ქვეყნის ტერიტორიაზე. საქართველოში იმ ტერიტორიაზე, რომელიც ჩვენი კონსტიტუციით ჩვენ აკონტროლებთ, შედის გურია, თუმცა აღმოჩნდა, რომ ქართული ოცნება იმდენად არალეგიტიმურია, რომ თოვსაც კი ვერ უძლებს მათი ლეგიტიმაცია. ისინი ვერ თავაზობენ მოსახლეობას არაფერს და გარდა ამისა აქ არის ერთი გრძელვადიანი პრობლემა, იმიტომ რომ ჩვენ ხშირად რეაქცია გვაქვს იმ რაღაცებზე, რაც ახლა მომდინარეობს, მაგრამ არ გვაქვს რეაქცია იმაზე, რა მოხდება მალე. ახლო მომავალში შეიძლება დადნეს თოვლი, ამან გამოიწვიოს გარკვეული მეწყრული პროცესები, წყალდიდობები და გრძელვადიან მომავალში არის პრობლემა, რომელიც ზოგადად აჭარას გურიას და ამ რეგიონს შეეხება. ეს არის ის, რომ ჩვენთან კლიმატი იცვლება ძალიან სწრაფად. დაახლოებით მსოფლიო ბანკს ჰქონდა ესეთი კვლევა, რითაც დაახლოებით 600 მილიონი დაჯდება აჭარის, გურიის და ზოგადად შავი ზღვის ზოლის ადაპტირება ახალ კლიმატურ პრობლემებთან და ასევე სიტუაციასთან. ეს 600 მილიონი თუ არ დავხარჯეთ, ანუ თუ არ შევიმუშავეთ გრძელვადიანი გეგმა, როგორ მოვუვლით ამ რეგიონს, მაშინ მოგვიწევს გაცილებით მეტი ზარალის საუბარია დაახლოებით 2 მილიარდ ამერიკულ დოლარზე ამ ზარალზე. ეს ყველაფერი იმის ფონზე, როდესაც ბათუმის საკრებულოში ზოგიერთებს პრობლემებად 10 მილიონი ლარის დახარჯვა და ამბობენ, რომ 3-4 დღის გამო რატო უნდა დავხარჯოთ. აი რა ჩანდა თქვენთვის, რა შეიძლება დავარქვათ ამ სახელი, რაც გუშინ მოვისმინეთ ჩვენ ბათუმის საკრებულოს ხდომაზე, მას შემდეგ რაც ჩვენ ნახეთ რა ხდებოდა მათ შორის ბათუმის ქუჩებში. ეს არის აბსოლუტური არაკომპეტენტურობა, ხელისუფლება ვერ ხვდება, ეგრეთ წოდებული ხელისუფლება, რომ ჯობია 10 მილიონი პირობითად დახარჯოს ახლა, ვიდრე 200 მილიონის ზარალი ნახოს ხვალ და აქ საუბარია ხო არა მხოლოდ ეკონომიკურ ზარალზე, არამედ ადამიანებზეც. ეს ამიტომ ეს არის მარტო არაკომპეტენტურობა თუ ჩანს გულგრილობაც, რომ არ დაგხვდეთ ადამიანების ბედი. გულგრილობა არაკომპეტენტურობა და ხელისუფლების დაკრეთაც, ანუ სახეზეა, რომ ჩვენგან განსხვავებით, ანუ პროტესტის აქეთ ამ ხარეს მზომი ადამიანებთან განსხვავებით, ქართული ოცნების მთელი message box-ი არის ძალიან კარგად დალაგებული და კოორდინირებული. ცენტრალური, ასე ვთქვათ, ოფისიდან მოდის ერთი message და შემდეგ ის ვრცელდება. და იქიდან გამომდინარე, ქართული ოცნების ქსელები, ხო? არის message ახალი რა, რომ თავარი ომი არ გვაქვს. ერთ-ერთი იყო ეს იმედზე, ასევე არის ის, რომ ხელისუფლება აკეთებს საკმარისს და რომ არ არის საჭირო სხვა რაღაცა ფულის დახარჯვა. რომ ადამიანმა იფიქროს, რომ მართლაც შეიძლება ეს არის უბრალოდ თოვლი და საერთოდ არ არის საჭირო რაღაცა ტექნიკა და რეალურად მე თვითონ უნდა გავწმინდო ეს თოვლი. ანუ ეს არის ნახევრად სიმართლე ესეთი სტრატეგია, რომ შენ რაღაცას იღებ, კი თუ თოვლი არის, შეგიძლია შენ რომ გაწმინდო, მაგრამ ხანდახან მთელა ეს თოვლი რომ ვერ იზამ ამას შენი. ამიტომ პასუხისმგებლობის გადანაწილება ხდება არაჯეროვნად ადამიანზე. ზოგადად კრიზისში ფსიქოლოგიურად ესე ვიცით, რომ ადამიანი მიდის იმ რაღაცასთან, რასაც აქვს ძალაუფლება. ხშირად ეს არის ხელისუფლება. როდესაც თქვა ესეთი სტიქიური მოვლენა მოხდება, ადამიანის პირველი ინსტინქტი არის, რომ გაიქცეს ხელისუფალთან და დახმარება სთხოვოს. მაგრამ საქართველოში ხდება ისე, რომ ხელისუფლებასთან ვერ მიდის ადამიანი, იმიტომ რომ არ აქვს მისი იმედი. მის ამომრჩევლსაც კი. და ეს არის ზუსტად ამ ლეგიტიმაციის ჩამოშლა, როგორც ასეთი, იმიტომ რომ უნდა არსებობდეს რაღაცა უწყება, სადაც ადამიანს შეუძლია რომ მივიდეს, ხო? დღეს ეს უწყება აღმოჩნდა არა ხელისუფლება, არამედ სამოქალაქო საზოგადოება და მთელი სპექტრი არის ჩართული, მე მგონი ამ სამუშაოებში. მადლობა, ეს დავით ჭიჭარაძე იყო, მოქალაქე, ასე თავისუფლების მოედნის ერთ-ერთი ლიდერი და კემბრიჯის უნივერსიტეტის ასევე მკვლევარი და ანალიტიკოსი. მადლობა დავით. ასეთია გზავნილები ბათუმში საპროტესტო აქციაზე 93 საღამოს, ეს არის უკვე 93 დღე, როცა ბათუმში უწყვეტად იკრიბებიან მოქალაქეები და გამოხატავენ პროტესტს. მოგესალმებით. როგორია თქვენი გზავნილი დღეს, 93 დღეს, როცა იმართება ეს საპროტესტო აქცია? და სოლიდარობა გამოცხადო პოლიტიკურ პარტნიორებს. ეს მოგესალმებით თბილისში გაიმართა აქცია. სოლიდარობა გააგონე ხმა თემურ ქათამაძეს, იზოლატორთან შეკრებილები იყვნენ ადამიანები. და თვითონ იწყობს რადმობა გადაუხადო ჩვენი თანამებრძოლის განხილვებისთვის და გვერდში დგომისთვის.
რამდენიმე სიტყვა ბატონ თემურზე, რადგანაც მიზან მიმართული დისკრედიტაციის კამპანია მიმდინარეობს მის წინააღმდეგ. თემურ ქათამაძე არა მარტო შეგვაკლია აქციის მონაწილეებს, არამედ აკლია მთლიანად მთელს ქალაქს. საერთოდ არ იყო ეს აქციები, როდესაც ბატონ თემურს ხედავდი ქალაქის ცენტრალურ პარკში ზოგი 6 მაისის პარკს რო ეძახის და ზოგი პილოტთა პარკს. ბატონ თემური დადიოდა და საფრთხეში ჩალბობილი ფურით დადიოდა და მტრედებს აპირებდა. ასევე სულავდა მიუსაფარ ცხოველებზე და ეს შორიდან მის მიმართ ჰქონდა დიდი პატივისცემა და შემდეგ როდესაც აქ აქციებზე ვნახე, ასე დავაყენე რომ სწორი ადამიანის გვერდით ვიდექი, ესე იგი სწორ ხარეს და სწორ ადგილას. ის ბოლო რამდენიმე წელია ითხოვს საქართველოს მოქალაქეობას, მაგრამ ამაზე უარი უთხრეს. და ეხლა გაძევებას ცდილობს შინაგან საქმეთა სამინისტრო. მადლობა რომ თავის დროზე გადაიგეთ სიუჟეტი ბატონ თემურზე. უკვე და ბატონ თემური არის ხაჯირების შთამომავალი სოფელი ხინოდან. ხინოში მე ნამყოფი ვარ 2011 წელს 2010 წელს უბრალოდ არ მახსოვს. მონასტერში ვიყავ, იქ შემდგარი მონასტერი იყო მაშინ და ხინო არის დაცული სოფელი რა. ერთადერთი სახლია ხინოში მონასტერთან ახლოს, სადაც როგორც მახსოვს, თუ არ ვცდები, მაშინ მოხუცი სოლქმარი ჩამოდიოდა და ზაფხულს ატარებდა რამდენიმე თვეს. ანუ ხინო არის მოსახლეობისგან დაცული სოფელი. ბატონო თემურმა ხომ? ანუ 150 წლის შემდეგ მოისურვა სამშობლოში დაბრუნება რა. და ჩვენ გვახსოვს ბატონი ბიზნეს სიტყვები და დაპირება რომ ემიგრანტებს დაუბრუნებდა დედა სამშობლოში. ასეთი დაპირება ხონდა ერთ-ერთი. და გონე კერიქით მეტი ემიგრანტი ყავს დღეს ვიდრე ყავდა. კიდევ მე ერთი ამბავი მოყვე რა. მე თბილისში ვკურნალობდი ერთ-ერთ ჰოსპიტალში, ჰოსპიტალი არის ესეთი და იქ არის წყნეთის ქუჩა რა. წყნეთის აღმართს რო ვადიოდი, იქ იყო ასეთი წარწერა რა. ლიჟბი აქედან წავიდეო რა. ძიმე სოციალური ფონი გაჭირვება ხალხს უბიძგებს ემიგრაციაში წასვლაზე და აი მე მინდა რომ ჩვენი ქვეყანა ლიჟბი აქედან წავიდე ხალხის ნაცვლად. თემურის ნაირი პატრიოტი ხალხი იყოს სავსე, რომელიც არ კარგავს ძირს ფესვებს და 150 წლის წინ ლიჟბი სამშობლოში დაუბრუნდაო, იქედან მოუბრუნდა კაცი და აი ასეთ კაცს. და იქაც როცა ცხოვრობდა თურქეთში, ძალიან კარგად ისწავლა ქართული ენა და ასევე ქართული კულტურის და პოპულარიზებას ცდილობდა თურქეთში, ხო? იქაურ ქართველებთან. პროექტი აქვს მე სხვებისგან მეცვიცი მეგობრებისგან, რომ ეხმარებოდა ქართველ თემს ირანშიც, თურქეთშიც და ჩვენს ბევრ მეზობელს სახელმწიფოებსაც მიმოფანტულები არიან ჩვენი თანამემამულეები. და ამ დროს გოლაპარაკება ქართული ეცემა რომ ტრადიციებს ვიცაო, ეს რა გამოდის? არ ვიცი, აი თემურის ნაირ ხალხს უნდა მოიქცეო და პირიქით მე რო ეხლა ხელისუფლებაში ყოფილიყავი თემურისთან ადამიანს ხილოში ავიყვანდი. მისთვის ნაკლეს მოსწონდი და სახსაუშენებდი და ოღონდ შენ ასე ცხოვრე და ოღონდ შენ ჩვენი და ეს იქნებოდა ერთ-ერთი ამ ფილმის გადაღება შეიძლებოდა რა, ისეთი სიუჟეტია და ისეთი ამბავია და ასე რომ ჩვენ გვაქვს დამოქმედი პირში წყალი ჩაიგუბა ჩაიგუბა ანუ ეწვიან ადამიანზე რომელიც ამ დროს ხმას არიგებს და მე ვფიქრობ რომ ჩვენ ახლა ჩვენს ქალაქს ხო სირცხული აქვს პირში ჩაიგუბა ან ხმა უნდა მოიღო ან ეს სირცხული უნდა გადაყლაპო რომელიც თელს ორგანიზმს გაჟგინთავს და ჩვენ იქნება დიდი სირცხული და მე მინდა ყველას მოუწოდო რომ ვერში დაუდგეს პატენტებს ასევე ალბათ ამ მზია მოგებია. რომლის წინააღმდეგაც 4 მარტს გაიმართება მისი სასამართლო პროცესი, წინა სასამართლოს ხდომა. რამოდენი გაქვთ თქვენ როგორც ერთ მოქალაქეს? შეიძლება გაათავისუფლოს ის მოსამართლე პატიმრობიდან? არის მოლოდინი, იმიტომ რომ ზოგადად სიარნაირი მართალია ამ სახელმწიფოში არ ვხვდით. ეს არის მართალი ადამიანების ხვედრი ამ სახელმწიფოში.
მერე მიდის მიზიას მიზანმიმართული დისკრედიტაცია უკვე არ ვიცი მე ყველანაირი მარაზვნება ის რასაც კადრულობენ ადამიანები მზიას სტატიებზე და მზიას კომენტარებში და ერთ-ერთი ყველაზე ტრენდული ხუმრობა რახან მიუამეთში იყო მზია გადაყვანილი რომ მიშას გვერდით მოათავსებდა რაღაცადან ერთად გამოიყვანოდა რაღაცა მარაზმი ანუ მზიას აბრალებენ ნაციონალური მოძრაობის ხარდამჭერობას არადა მე მახსოვს თქვენი გაზეთი ჯერ კიდევ სასწავლებელი მედია იყავით და ის დახმაურებული სტატიები რომელიც მზიას რედაქტორებით ქვეყნდებოდა იგივე სააკაშვილის ხელისუფლების დროს ამ ხელისუფლების კრიტიკა ბატონო სპეციალურად ჩიქოვანი საქმე რომელზეც ქალაქის მასალიღებდა ანუ სპეციალურად გააუპატიურა ბატონი რუსთავის ქუჩაზე აძრო მეორე სართულზე და ეს სპეციალურად მიღავითი გაათავისუფლეს გააუპატიურების გამო როიშავაძის საქმე რომელზეც თქვენმა გამოცემა ასევე ყველაზე ერთ-ერთი ყველაზე პირველი ერთ-ერთი კერო ყველაზე პირველი ამას თქვენ გდევნიდენ ანუ ეხლა ხო ანუ თუ ვინმე მაგალითად Google სისტემაში ჩატებს ასეთ სიტყვას ნახე მიანთაძის სტატია ასეთი 2009 წლის სტატია ის ვინც არ გატყდა და არც გაიყიდა ეს სტატია არის რეალურად ბათუმელების სარედაქციო იმაზე თუ როგორი დევნებოდა თქვენი გამომცემლობა წინა ხელისუფლების დროს თუ აღარაფერს ვამბობ ასანაბაშიძის დროსაც იდევნებოდა მართლა სიტყვას უნდა გაუფრთხილდეთ რა არის ახლა მთავარი ფაქტორი რას ეტყოდით რას გვეტყოდით თქვენ როგორ ხედავთ ამ პროცესს რამაც რასაც შეუძლია რომ გადაწონოს ეს პროცესი დღეს მოქალაქეების და სიმართლის ასარგებლოდ. ასე არსებობს ასეთი იაპონური სიბრძნეო წავიკითხე ინგლისურ ენაზე უყურეთ ეს ამბავი თუკი შენ არასწორ მატარებელში ჩაჯექი იცადე რომ პირველივე სადგურზევე ჩამოხვიდე რაც უფრო იწუხმანებ ჩამოსვლაზე მით უფრო მეტი დაგიჯდება უკან დასაბრუნებელი გზაო რა თავი მე ვფიქრობ რომ ყველა სოფლის უნდა დავდეთ და ჩვენი სინდისის ამბავია რომ ეს ხალხი იყო თავისუფლები და ჩვენს გვერდით იდგნენ და აკეთონ ის საქმეები და ის სიკეთეები რომელსაც ისინი ჩადიოდნენ მთელი ამ წლების განმავლობაში მადლობა თქვენი სახელი შემოხსენე მერაბ ჯიხაძე მადლობა მერაბ ასეთია მოქალაქეების განწყობა ბათუმში საპროტესტო აქციაზე ამ პროტესტის ტრადიციული შეკრების ადგილია საკონსტიტუციო სასამართლო და აჭარის მთავრობის ადმინისტრაციული შენობა სადაც დღეს 93 საღამოს კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ მოქალაქეები თოვის მიუხედავად და ყინის მიუხედავად დაჩვენეს სიმტკიცე და შემართება რომ ისინი არ აპირებენ დანებებას ამ ბრძოლის შეწყვეტას მაშინ როცა ქვეყნის ყოფნა არ ყოფნა დგას დღის წესრიგში მოახერხებს თუ არა ივანიშვილის პოლიტიკურ რეჟიმი რომ ეს ქვეყანა გადასცეს რუსეთს ასე რომ დღეს ძალიან მკაფიოა მოქალაქეების შემართება და გზავნილები რომ ისინი არ აპირებენ ამ ბრძოლის შეწყვეტას და წინააღმდეგობის გაჩერებას მაშინ როცა ივანიშვილი ცდილობს რუსული დიქტატურის დამყარებას ამ ქვეყანაში დღესაც ამ საპროტესტო აქციის თავი გზავნილია თავისუფლება პოლიტიკურ პატიმრებს თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს მათ შორის მზია ამაღლობელს ჟურნალისტ რომელიც პირველი ქალი პოლიტიკური პატიმარია საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მისი სასამართლო პროცესი ხდაშორის მომავალ კვირაში 4 მარტს სამშაბათს გაიმართება ეს იქნება წინა სასამართლოს ხდომა სადაც მოსამართლე განიხილავს მისი აკვეთი ღონისძიების შეცვლას ან გაუქმების საკითხს ასევე დღეს აქ იყო ტრანსპარანტებით თავისუფლება თემურ ქათამაძის ბათუმელ მედროშეს რომელიც ჩიმშილობს უკვე 53 დღეა და დღეს მან გამოაგზავნა კიდევ ერთი წერილი სადაც ის წერდა არაადამიანურ მოპყრობაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს დეპარტამენტის მიგრაციის დეპარტამენტის ადმინისტრაციის მხრიდან ის არის სწორედ ამ დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრის იზოლატორში რადგანაც მის გაძევებას ითხოვს შინაგან საქმეთა სამინისტრო ქვეყნიდან და თემურ ქათამაძეს ელოდება სასამართლო პროცესი სადაც განიხილავენ მისი ქვეყნიდან გაძევებას ხოლო წინა წერილში თემურ ქათამაძე წერდა რომ ის არ აპირებს ამ შიმშილობის შეწყვეტას ვიდრე მას შეუძლია ბრძოლა განაგრძობს ამ შიმშილობას და 53 დღეა უკვე ის შიმშილობს და წინა წერილში წერდა რომ სამშობლო ბევრად უფრო ძვირფასია ვიდრე სიცოცხლე ასეთ იყო დღევანდელი საღამო ბათუმში 93 საღამო
93 საპროტესტო აქცია ბათუმში. ეს უფრო ჩვენს ვებგვერდებს ბათუმელების ჯიდან გაზეთი ჯი რომ მიიღოთ განახლებული და საანდო ინფორმაცია. ეს იყო ბათუმელების პირდაპირი ჩართვა. მადლობა ყურადღებისთვის. დროებით.